თუ მანიფესტაციების გასამართად ამის უფლებამოსილებას ჩვენ გვაძლევს კონსტიტუცია, ქვეყნის მთავარი კანონი, რომელიც არაერთხელ გადახიეს უკვე ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ის კონკრეტული პასაჟი, რაც თქვენ წაიკითხეთ, სწორედ იმის მანიშნებელი არის, რომ სადაც ჩვენ გვინდა იქ კი არ მოგვცემენ, ანუ იმ უფლებას, რომ ვთქვათ, მარში ჩავატაროთ, ან აქცია ჩავატაროთ, ან გამოსვლა ჩავატაროთ, არამედ მათთვის სასურველ ადგილზე ისინი მათ სურთ, ესე იგი, თავიდან ბოლომდე გააკონტროლონ ჩვენი მიმართულება, იმ ქუჩით წავიდეთ თუ ამ ჩიხით შემოვიდეთ, თავარ გზაზე გავიაროთ თუ მეორე ხარისხოვან გზაზე გავიაროთ, მაგრამ ეს ყველაფერი ესე მარტივად არ ჩაივლის, ისე როგორც არ ჩაივლის მარტივად BBC-ს საგამოძიებო ფილმზე მათი რეაქცია, ეს სასაცილო ხუთდღიანი მოსილების ნაწილში თითქოს დახურა გამოძიება და სასაცილო ხუთდღიანი გამოძიება ჩაატარეს, თითქოს ეს ზღვა კვლევები თუ გამოკითხვები და ასე შემდეგ თურმე 5 დღეში ჩაატარეს. ეს ყობა რაღაცა რეკორდსმენი გამომძიებლები ყავს ჩვენ ამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ისეთი სისწრაფით დაამუშავეს ის მასალა, რაზეც თქვა BBC-ს საგამოძიებო ჟურნალისტებმა მთელი წელი მოანდომეს ამ ყველაფერს. ამათმა მხოლოდ 5 დღეში. რამდენად კომიკური არის კიდევ ის, რომ შსს-დან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გვეუბნებიან, რომ რაღაცა გამოძიება ჩაატარეს უკაცრავად, მაგრამ შსს რაც აწყობდა ის ინფორმაცია მოგაწოდა, ხო, შენ რა დასკვნებზე და რა გამოძიების დასრულებაზე არის საუბარი, როდესაც ყველაფერი აწიიწება და თქვენ მიერ გადაღებული ვიდეოც მოხდა. გულისხმობ ზვიად მაისაშვილის ძალიან უმძიმეს კადრებს, სადაც აი მახსენდება ხოლმე იქ იმ ვიდეოში თქვენი განწირული ხმა, თქვენი კივილის და აი ახლაც მართლა ტანში მივლის და ყველა მოქალაქე ამბობს მაგას, რომ გონებიდან არ ამოგვდის და თვალიდან ეს კადრები და ეს შენი ხმაც, რომელიც მართლა შემზარავი არის და იმ მომენტში ხოჭავ თქვენ რომ მოახერხეთ ამის დაფიქსირება, იმიტომ რომ ალბათ იყო კიდე მსგავსი შემთხვევები, რაც უბრალოდ შეიძლება ადამიანმა ვერც მოასწრო და ვერც გაიაზრო. რა თქმა უნდა, მიიღო მობილური ტელეფონი. სიმართლე გითხრათ, თავიდან კიდე იმდენად სტრესში ვიყავი ამ ყველაფრის შემდეგ, რომ კარგად გააზრებული არ მქონდა ამ კადრების მნიშვნელობა, მაგრამ მე უკვე მივხვდით და კმაყოფილიც კი ვარ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა მართლაც რამდენიმე წუთი რა იყო, რაც თქვენ ვერ დააფიქსირეთ. ასობით ასეთი შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო ამ პროტესტების ფარგლებში, მაგრამ ამის საჯაროდ და მზის შუქზე გამოტანა, ასე ვთქვათ, ვერ მოხერხდა და ამით ვარ კმაყოფილი, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდი. ეს ყველაფერი მოხდა 29 ნოემბერს დამთენიას დილის 6 საათზე. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე მე ქვევით გახლდით და მთელი ტერიტორია გადავიღე. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები კოცონთან თვებოდნენ, სიცივეები იყო იმ დღეებში მოგახსოვთ. მანამდე იყო 28-ში იყო ეს, როდესაც ორმაგი წყლის ჭავლში მოვყევი მე და სხვათა შორის წყლის ჭავლისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი, რომ აი დავსვენები მიუხედავად სიცივისა, მაგრამ არა უშავს, მაგრამ მე არ ვიყავი მზად იმ მწველი და იმ მომწავლელი ნივთიერებით გაჟღენთილი წყლის შედეგებისთვის, რაც იყო ძალიან შემზარავი, მთელი სახე და ხელები მეწოდა და თვალებიდან ვეღარ ვიხედებოდი და შემიშუპდა სასუნთქი გზები, როდესაც უკვე მივხვდი მე წამებში, რომ ვეღარ სუნთქავდი და ვეღარ წინ მივდიოდი, ვიღაც ჩემს წინ მიმავალ მოქალაქეს ჩამოვეკიდე ქურთულზე, რომელიც არც ვიცი ვინ იყო და მე უკვე მახსოვს მუხლების ჩოქვით, აი ესე უკვე ჩემი ფეხით ვეღარ შემიყვანეს სასწრაფოში, უკვე გონების დაკარგვისკენ ვიყავი წასული და მაგ დროს მახსოვს უკვე სასწრაფომ როგორ მომაბრუნა ჟანგბადის ჟანგბადით და ჩემს გვერდზე კიდევ ერთი გოგონა იყო, რომელიც ასევე პანიკაში იყო და იმ სასწრაფოში ის ექიმი, რომელიც იქ ადგილზე იყო, ისიც ძალიან ცუდად იყო და თვითონაც ისხავდა ამ ფიზიოლოგიურს და ასე შემდეგ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და იმ სასწრაფოში სხვა მეტი ადამიანების შემოყვანაც ვეღარ ხერხდებოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს კაცი კარებს აღარ ხსნიდა, რომ ჩვენს ვეღარ გავძლებთ ანუ ამ სიტუაციაში და სხვას ვერ მომესახურებიო. და აი ახლა იმ ფილმის კადრებს რომ დაუბრუნდეთ, რომელთაც იწყება, ეს მოხდა დილით გამთენიას 6 საათზე, მანამდე ქვევით სრულიად სიმშვიდე იყო, მე იქ ვიმყოფებოდი, ნახე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, ვიყავი ოპერამდე ამოსული რუსთაველის გამზირიდან და იქ ოპერასთან მახსოვს, რომ იქნა სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანები. ასევე ტაქსებიც, რომლებსაც ეწერა, რომ ჩვენ გაგიყოლებთ სახლში პროტესტის მონაწილეებო, მოკლედ უფასოდ და უსასყიდოდ და ესე რაღაცა დადებითი ემოციებით წამოვედი ოფისისკენ. და ოფისში ავედი თუ არა უკვე რამდენიმე წუთში აწყდა ჩოჩქოლი და აი იმაზე რომ გადმოვდექი,
ჩიხიდან ეს შავი მარბიელი რაზმები ჩამოვიდნენ ძალიან დიდი სისწრაფით, მათ არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ეკეთათ და აი ესეთ შტობიან გამზირზე მომავალ ადამიანებს დაუწყეს ცემა, რყმა და ასე შემდეგ და იმდენად აი თითქოს ადამიანთა მოდგმის განადგურებაზე დაგეშილი ფილმები რო გვინახავთ და უცხო პლანეტელები და რაღაცა ესეთი ადამიანები აი ესეთი სცენა იყო და ძალიან კანკალით ჩავრთე ეს ვიდეო და მოხერხდა არ ვიცი ეს ძალადობა შეწყდებოდა გულწრფელად გეტყვით მეგონა რომ ეს ადამიანი მოკლეს უბრალოდ ადგილზე და იმიტომ ყვიროდი ბოლო ხმაზე თან რომ მეგონა რომ ეს სასტრაფოს გაიგონებდა ოპერასთან რა ასახად უბრალოდ გადარჩა მოდი გულწრფელად მართლა მკვეთრით აღსდგა ეს ადამიანი და მას იბარებენ საგამოძიებო უწყებაში რომელზეც 1 წლის განმავლობაში თითქმის 8 თვე დასჭირდათ რომ დაძაღებული სტატუსი მიენიჭებინათ მისთვის და ერთი ადამიანის კი არ არის ამ საქმეზე დასჭილი. არა, მე არ დაუბარები ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მე მივუმართე საჯაროდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ გამოძიების ფარგლებში გნებავთ პროკურატურამ შეგიძლიათ გამომიძახოთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ისინი დადებენ რაიმე შედეგს, აუცილებლად უნდა ფიქსირდებოდეს იმ რეალობის ამსახველი ჩვენებები და გამოკითხვები ამ საქმეებში, რომლებიც შეიძლება ეხლა თაროზე შემოდონ, მაგრამ ხვალდაზე აუცილებლად დაუბრუნდებით ახლა სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოვა. ამ ხელწერაზე მინდა გითხოთ ნიკა, ის რომ მზად ვიყავით წყლის ჭავლისთვის, მზად ვიყავით დასვლებისთვის, გაცივებისთვის, წაქცევისთვის, ყოველფერთვის, მაგრამ არც მენტალურად, არც თეორიულად მზად არ ვიყავით იმისთვის, რომ გვწავლავდნენ, იმისთვის, რომ სასიკვდილოდ გაგვიმეტებდნენ, იმისთვის, რომ რაღაცა ალბათ მიტინგზე რო გადახარ, სადღაც მოიაზრებ გარკვეულ შედეგებს, რისთვის ხარ მზად, მაგრამ მე ასევე წარმატებით მგონია, რომ ვერ მოიაზრებ რაღაცებს და ესეთი ჩვენ შემთხვევაში ბევრი მოხდა. ცოტა აი ეს ეგრეთ წოდებული zoom out-ი რო გავაკეთოთ, შორი პერსპექტივიდან შევხედოთ, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე რომ ამ სურათით ჩანს, ეს როგორ წარმოადგენს დანარჩენ მსოფლიოსთან, როგორ ფიქრობთ, აი ეს სურათები რაც თუნდაც BBC-ს სიუჟეტში იყო. კი ბატონო, თქვა, აი ნამდვილად ციფრსხვილი არის, რაც ხდება, ბუნებრივია, ჩვენ ვიცით რომ რაც შეეხება ქიმიური არაღის გამოყენებას, მას შემდეგ ეს პირველი მსოფლიო ომი დასრულდა 1925 წელს მიღებულ იქნა ჟენევის პროტოკოლი, რომელიც გზავნიდა ქიმიური არაღის წარმოებას, შენახვას და გამოყენებას და შემდგომში 1993 წელს საერთაშორისო კონვენციაც იყო მიღებული, ისე როგორც ბაქტერიოლოგიური არაღის დაკრძალვის შესახებ კონვენცია, რომელიც 72 წელს იყო მიღებული. და წარმოიდგინეთ, სულ ფაქტობრივად ერთეული შემთხვევები იყო, როდესაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ საკუთარი ხელისუფლება იყენებდა ქიმიურ იარაღს. უკვე ქიმიური იარაღს წარმოიდგინეთ, მეორე მსოფლიო ომში არ გამოუყენებიათ. პირველ მსოფლიო ომში კი ბატონო, საფრანგეთმაც გამოიყენა და შემდგომში გერმანიამ ჰიბრიდი გამოიყენა. მეორე მსოფლიო ომში არ ყოფილა არც ერთ შემთხვევა ქიმიური იარაღის გამოყენების. ანუ ქიმიური იარაღს დადასტურდა, რომ ქიმიურ იარაღს იყენებდა ვინ? სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში, ქიმიური ალი ყავდათ ეგეთი. ხო, მათესავის ხოთაშორის სადამ ჰუსეინის, რომელიც ერაყელი ქურთების წინააღმდეგ იყენებდა ქიმიური იარაღს და შემდგომში ბაშარ ასადის რეჟიმი. როგორ დაამთავრა ან ერთმა ან მეორემ, კარგად არის ჩვენთვის ცნობილი. ამბობს თავის დროზე თქვა, დიდები ზენიტში იმყოფებოდნენ, ხო, საკუთარ ქვეყნებში, ვახსოვს. და აქედან გამომდინარე, თქვა, ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და სამწუხაროდ ამ შემთხვევაში რაც შეეხება საქართველოს, აი ეს ტრიალობასთან გვაქვს საქმე, რომ მინიმუმ რაღაცა საშინელი რაღაც მომწამლელი ნივთიერება როგორც ასეთი იყო გამოყენებული. მე პირადად ახლა ამბობენ, რომ თითქოს ახლა გაგვახსენდა ჩვენ ეს მოწვეულის ფაქტები, არა მეგობრებო, უამრავი ახლა სანაიადებს ხოლმე ამ დღეების მანძილზე ვიდეოებს, სადაც ადამიანები, ჟურნალისტები და სხვათა შორის არა მხოლოდ 4 და 5 რიცხვში, 28 რიცხვის დარბევებიდან